არის ერთი კონკრეტული ადამიანი, რომელიც ყველას ცხოვრებაში არსებობს. მას არ სჭირდება ახსნა, რა მოხდა. შეხედავს სიტუაციას, ერთი წამით გაჩერდება და შემდეგ უბრალოდ დაიწყებს. არ ყვირის, არ პანიკობს, არ ეძებს ვინმეს, ვისაც გადასცეს პრობლემა. უბრალოდ მიდის გატეხილი რამის მიმართულებით, სანამ ყველა დანარჩენი მისგან შორდება. და თუ ოდესმე ახლოს გამდგარ ხარ ასეთ ადამიანთან გაჭირვების მომენტში, შენ იცი ის განცდა. გული გიჩქარდება, ხელები გიცივდება და სადღაც შენს თავში ჩნდება კითხვა, რომელსაც ხმამაღლა ვერ ამბობ. რა განსხვავებაა ჩვენ შორის? რატომ ის და რატომ არა მე? იმიტომ რომ ეს სიმშვიდე, ეს მოძრაობა პრობლემისკენ შიშის მაგივრად არ გამოიყურება ისე თითქოს ნასწავლი უნარია. გამოიყურება ისე, თითქოს ეს ადამიანი სხვანაირად არის ჩამოყალიბებული. და სიმართლე ისაა, რომ ასეც არის. მაგრამ არა ისე როგორც ფიქრობთ. 1950-იანებში ფსიქოლოგი ჯულიან როთერი სწავლობდა ერთ კონკრეტულ კითხვას, როდესაც ადამიანი ვერ ახერხებს რამეს, რას ფიქრობს მიზეზზე, ვინ ან რა არის პასუხისმგებელი. ის აღმოაჩინა, რომ ადამიანები ძირითადად იყოფიან ორ ჯგუფად. პირველებს მან შინაგანი კონტროლის ლოკუსი უწოდა, მეორებს გარეგანი. და განსხვავება ამ ორ ჯგუფს შორის იყო არა ინტელექტში, არა გამოცდილებაში, არა ტალანტში. განსხვავება იყო იმაში, რას უკავშირებდა ტვინის სიტყვა გატეხილს. შინაგანი ლოკუსის მქონე ადამიანისთვის გატეხილი სიტუაცია ნიშნავს რაღაც არ მუშაობს და ჩემი ქმედება შეიძლება ეს შეცვალოს. ნერვული სისტემა არ ამოქმედდება განგარშის რეჟიმში, ტვინი იწყებს ძიებას. გარეგანი ლოკუსის მქონე ადამიანისთვის იგივე სიტუაცია ნიშნავს რაღაც მოხდა ჩემთან და ახლა ვნახოთ, ვინ გამოჩნდება გადასარჩენად. ნერვული სისტემა ზუსტად ისაკეთებს რისთვისაც ჩამოყალიბდა, ეძებს სახიფათო სიგნალებს და ან ყინავს, ან გაურბის. მაგრამ როთერი ამბობდა, რომ ეს არ არის თვისება, რომელიც დაბადებისას გეცემა. ეს არის დასკვნა. ნელ-ნელა, წლების მანძილზე, 1000 პატარა მომენტის მეშვეობით დამოწმებული დასკვნა, სადაც ან შენი ქმედება ითვლებოდა, ან არ ითვლებოდა. ეს ნიშნავს, რომ ეს ადამიანები ასე გახდნენ. ხშირად ისე, რომ ვერავინ ამნიშნავდა, რომ ასწავლიდა. და ახლა გვინდა ვისაუბროთ იმ ნაწილზე, რომელიც ყველაზე ხშირად ჩუმდება. საკმაოდ გავრცელებული წარმოდგენაა, რომ ადამიანები, რომლებიც ყველაზე კარგად ახერხებენ პრობლემების გადაწყვეტას, ბავშვობისავიდან სტაბილურ, უსაფრთხო გარემოში იზრდებოდნენ. ვიღაც ზრდასრულ მოტევს მოტმინება ასწავლა, ვიღაც მშობელმა ყოველთვის გვერდის ედგა, ვიღაცამ ჩაიდო ხელი სწორ ადგილას, სწორ მომენტში. ეს ხდება, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი გზაა. მეორე გზა ბევრად უფრო ხშირია, ვიდრე ვაღიარებთ. ყველაზე broken ადამიანები ყველაზე კარგი ფიქსერები გახდნენ. ბავშვი, რომელსაც სახლში ყოველთვის რაღაც მტრეოდა ფიზიკურად, ემოციურად, ეკონომიკურად და ვერ ეყრდნოოდა ვინმეს ვისი ადგილი გამოსწორება იყო, ასეთი ბავშვი სწავლობდა ერთ ძირეულ გაკვეთილს. ან მე, ან არავინ. ეს ბავშვი სწავლობდა, რომ გაჩერება ძვირიკას, რომ ლოდინი ვინმის მოსვლაზე ზოგჯერ ნიშნავს ლოდინს, რომელიც არდეს მას თავდება. ამიტომ ის იწყებდა, შეცდომებს უშვებდა, მერე კიდევ ცდიდა. ტვინი ინახავდა ყველა პატარა გამარჯვებას, ყველა მომენტს, სადაც ქმედებამ შეცვალა შედეგი და ნელ-ნელა ყველარკი ინსტრუქციის გარეშე კალიბდებოდა ის სტრუქტურა, რომელსაც ჩვენ ადამიანი, რომელიც ყველაფერს ახერხებს უწოდებთ. ეს ტრავმა არ გახდა, ეს გახდა გამოცდილება. განსხვავება მარტივია. ტრავმა გიჩვენებს, რომ სამყარო საშიშია, გამოცდილება გიჩვენებს, რომ სამყარო გამოსასწორებელია. აქ უნდა გავჩერდე და პირდაპირ გეტყვი რაღაც, რასაც ამ ტიპის ვიდეოები ჩვეულებრივ გვერდსულიან. ჩვენ ყვებით ამ ადამიანებზე, ფიქსერზე, ისე თითქოს ისინი გამარჯვებულები არიან. ისე თითქოს ეს თვისება პრიზია, რომელიც მოვიდა კარგი ბავშვობიდან, სწორი მშობლებიდან, სწორი გამოჩვდილებებიდან. მაგრამ ვინ იცნობს საკუთარ თავს ყველაზე ხშირად ამ აღწერილობაში? ადამიანები, რომლებიც ამბობენ ეს მე ვარ და ამას ფასი გადავიხადე. ადამიანი, რომელიც ყველაფერს ახერხებს, ხშირად ასევე ვერ ეძინება, ვერ ითხოვს დახმარებას, ვერ ამბობს არ ვიცი. ფიქსერს ხშირად სჭირდება ყველა გარშემო კარგად იყოს, იმიტომ რომ გარეთ გაუხარხარებული სიტუაცია შიგნით გაუხარხარებულ სიტუაციასავით გრძნობდება. ეს სუპერძალა არ არის, ეს ხშირად ბავშვობის სტრატეგიაა, რომელიც დასრულ ცხოვრებაში გადადის. ამიტომ სანამ გადავდივართ როგორ გახდე ფიქსერი, ღირს ეკითხო, გახდომა გინდა თუ მოქმედება გინდა, იმიტომ რომ მოქმედება ეს შეგიძლია, ახლავე, ნებისმიერ ზომაში. როდესაც უყურებ ამ ადამიანს, ვინც პრობლემის წინ დგება, ის გამოიყურება დარწმუნებულად. ერთი შეხედვით ჩანს, რომ მან ზუსტად იცის, როგორ დამთავრდება ეს. მაგრამ კითხე და ისინი გეტყვიან, არ ვიცი გამოვა თუ არა, მე ზუსტად ისეთივე გაურკვევლობა მაქვს შენ რომ გაქვს.
განსხვავება ის არის, რომ გაურკვევლობა მათთვის სასიკვდილო სიგნალი არ არის. ფსიქოლოგიაში ამ თვისებას ეძახიან ამბივალენტობის ტოლერანტობას, სივრცეში ყოფნის შესაძლებლობა, სადაც ჯერ პასუხი არ არის და ამ სივრცეში ჩამოშლის გარეშე დარჩენა. ადამიანების უმრავლესობა სჭირდება პასუხი, ყველაფერი კარგად დამთავრდება, სანამ დაიწყებს და როდესაც ამ პასუხს ვერ ღებულობს, შფოთვა გლოკავს მოქმედებას. ამ ადამიანებმა კი ისწავლეს გაურკვევლობის გაძლევა. ისინი ფუნქციონირებენ კითხვის ნიშნის ქვეშ, ისე თითქოს კითხვის ნიშანი ყოველთვის ასე იყო და ყოველთვის ასეც იქნება. თუ ამ ვიდეოს ნახვისას ხვდები, რომ შენი პრობლემები ყოველთვის სხვებს გადატვინს, ამ ადამიანს, ამ სპეციალისტს, ვინმეს უფრო კარგად გაარჩევს. მინდა გეტყვი ერთი რამ, რომელიც ალბათ არავის გიქვია. შენ არ ვერ ახერხებ. შენ ასე გაწვრთნეს. განსხვავება კი ამ ორ წინადადებას შორის ყველაფერია. პირველი ამბობს, რომ პრობლემა შენში არის. მეორე ამბობს, რომ პრობლემა ისტორიაშია და ისტორია ეს წარსულია. წარსული კი ერთადერთი რამ არის, რაც ნამდვილად ვეღარ იცვლება. მაგრამ შენ ჯერ კიდევ იცვლები. ტვინს სჭირდება მტკიცებულება, არა დაპირება. ამიტომ ნუ ეძებ მოტივაციას. ნუ ელოდები სწორ მომენტს. გააკეთე ერთი პატარა რამ ახლა, რომლის გაკეთებაც ჩვეულებრივ სხვას გადასდებდი. ტვინი ინახავს და მომდევნო სიტუაციაში ერთი წამით ადრე გაჩერდები, ერთი წამით ადრე დაიძრები. ასე იწყება ადამიანი, რომელიც ყველაფერს ახერხებს, არა სხვანაირი ბუნებით, სხვანაირი მტკიცებულებებით.